შათა დილამშვიდობის მოგესალმებით ბაჩო ხატია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ტრადიციულად გისურვებთ ჯანმრთელობას და შემდეგ უკვე წარმატებულ კვირას. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე გვექნება საუბარი, ეს არის კორტიზოლის ცვლის დარღვევა, ძალიან ცნობილია ეს ჰორმონი ჩვენს მოსახლეობაში და მისი დარღვევები იწვევს სხვადასხვა დაავადებებს და ერთ-ერთი არის კუშინგის სინდრომი, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი და ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით მოვიწვიეთ არაჩვეულებრივი სპეციალისტი, ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი ნინო ლომთაძე. დილამშვიდობის ნინო. დილამშვიდობის ბატონო შოთა, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. დიდი მადლობა. მე წყალი მინდა შემოგთავაზო ნინო, ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარი, ვიდრე საუბარი მთის წყალი 0%-იანი დრომატით, როგორც მოგეხსენებათ ნინოს არ ესწავლება ჩემგან ეს ნამდვილად. წყალი არის აუცილებელი კომპონენტი ჩვენი ორგანიზმის და ვეცადოთ დღის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტი წყალი მივიღოთ. ხშირად არის ხოლმე გვსმენია ჩვენი მოსახლეობისგან, რომ არ ვსვამ დღის განმავლობაში წყალს, ეგ სწორი მიდგომა არ არის და აუცილებლად ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი წყალი მივიღოთ. ნინო, რა მინდა კითხო? რა არის ეს კორტიზოლი ჰორმონი და რა ფუნქციები აქვს მას ჩვენს ორგანიზმში? ძალიან ხშირად ალბათ მოსახლეობაში ადამიანებს შეუმჩნევიათ, რომ რაღაც ხდება ხოლმე ორგანიზმში, მათგან დამოუკიდებლად, ხო, რაღაც ცვლილებები და ყოველთვის აი ამ ცვლილებებით ჩვენ გვესაუბრებიან ჰორმონები. მე ხარ ძალიან აქტუალური და საინტერესო თემაა დღევანდელი თქვენი გადაცემის თემა და შევეცდები, რაც შეიძლება მარტივად და მაყურებლისთვის საინტერესო ენით ვისაუბრო. და სწორედ ხა და ესეთი ჰორმონი არის ერთ-ერთი ჩვენს ორგანიზმში კორტიზოლი, რომლის სასაუბრო ენა ძალიან მარტივია ჩვენთვის, ანუ ის სიმპტომები, ის დარღვევები, რასაც კორტიზოლი იწვევს ჩვენს ორგანიზმში, ძალიან მარტივად ამოსაცნობია. თვითონ კორტიზოლი ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონია ჩვენს ორგანიზმში, ჩვენ ვერ ვიპოვით ვერც ერთ უჯრედს ან ორგანოს ან ორგანოთა სისტემას, რაზეც კორტიზოლი არ მოქმედებს. აი მაგალითად, ის მოქმედებს მინერალურ ცვლაში, არეგულირებს ჩვენს ორგანიზმში არტერიულ წნევას, ასევე გავლენას ახდენს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში რეპროდუქციული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, მონაწილეობს ცილოვან, ცხიმოვან, ნახშირწყლოვან ცვლაში და ასევე გავლენას ახდენს თუ როგორი კანის სტრუქტურა გვექნება, ფრჩხილის სტრუქტურა გვექნება, კუნთოვანი სისტემა თუ ძლოვანი სისტემა. ამიტომაც აქედან გამომდინარე, ვინაიდან კორტიზოლის მოქმედება ძალიან მრავალფეროვანია ჩვენს ორგანიზმში, მისი დარღვევაც ბუნებრივია, შეეხება აბსოლუტურად ყველა ორგანოს თუ ორგანოთა სისტემას და მისი სასაუბრო ენაც ძალიან მრავალფეროვანი იქნება. ამიტომაც ძალიან ხშირად მინდა აღვნიშნო, აი მომართავენ პაციენტები ერთგვარი ტრენდის იქცა დღესდღეობით, რომ მოდით კორტიზოლი ხომ არ მექნება მაღალი გავიკონტროლოთ. კორტიზოლი ეს არის სტრესდამოკიდებული ჰორმონი, გვეხმარება ჩვენ აი სტრესის გადალახვაში, ეს სტრესის დროს ერთ-ერთი ძლიერი მეგობარია ჩვენი ორგანიზმისთვის და ბუნებრივია, როდესაც არის სტრესი, გადახლა, დატვირთული სამუშაო რეჟიმი, ან ორსულობა, ან ფიზიკური აქტივობა, ეს ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესია და ასეთ დროს ბუნებრივია, რომ კორტიზოლის დონეც იყოს მომატებული და ასეთ დროს მისი დაქვეითებას ან მკურნალობას აზრი არ აქვს. მაგრამ როდის შეიძლება იყოს, რომ კორტიზოლის მომატებული დონე ჩვენს ორგანიზმში წარმოადგენდეს საფრთხეს. ეს არის რიგი პათოლოგიური დაავადებები, მაგალითად ეს შეიძლება იყოს კუშინგის სინდრომი. რა არის კუშინგის სინდრომი? ეს არის თირკმელზე და ჯირკვლის ორგანოზე წარმონაქმნი, რომელიც შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი, რომელიც გამოიმუშავებს ავტონომიურად ძალიან დიდი რაოდენობით კორტიზოლს ჩვენს ორგანიზმში. ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს ორგანიზმს, რა თქმა უნდა, დიდ საფრთხეს უქმნის და გამოვლინდება შემდეგი კლინიკური მახასიათებლებით. ეს შეიძლება იყოს ხვევლის ზონაში მომატება და ეს მომატება უპირატესად არის ცენტრალური ხასიათის, ანუ ძირითადად ვითარდება მუცლის არეში სიმსუქნე, ხოლო რაც შეეხება მე ვახსენე, რომ ის კუნთოვის სტრუქტურაზე ძავლენს გავლენას და თუ ცხიმოვან ქსოვილს ზრდის კორტიზოლი, პირიქით კუნთოვან ქსოვილს ამცირებს. შესაბამისად ასეთ ადამიანს ექნება მუცლის არეში დაგროვილი უპირატესად ცხიმი, ხოლო კიდურებზე მაგალითად კუნთოვანი ქსოვილი განლეული. ასევე ძალიან სახასიათოა მთვარისებური სახე, იმიტომ რომ სახე ხდება რეალურად აი მრგვალი ფორმის და ესეც დამახასიათებელია ძალიან კუშინგის სინდრომისათვის. ასევე შეიძლება გაჩნდეს სტრიებიც, იმიტომ რომ მე ვახსენე, რომ კანის სტრუქტურაზე ძავლენს გავლენას, ის ამცირებს კოლაგენის დონეს ჩვენს ორგანიზმში, ჭარბად დაგროვილი კორტიზოლი და შესაბამისად ეს სტრიები ძირითადად ხდება მუცლის ზეწინა ზედაპირზე და არის 1 სანტიმეტრამდე სისქის და ესე ვთქვათ მუქი წითელი ფერის. ამიტომაც როგორც ხვდებით, კორტიზოლი
ძალიან მკაფიო და ესე ვთქვათ გასაგები ენით გვესაუბრება. ძალიან რთულია რომ ეს სიმპტომები ვერ აღმოაჩინოს ადამიანმა. გარდა ამისა შეიძლება იყოს მომატებული არტერიული ჰიპერტენზია. ეხლა შეიძლება არტერიული წნევა ბევრ ადამიანს ახასიათებდეს, მაგრამ კორტიზოლის გამო მომატებული წნევა ეს არის ძალიან მძიმედ მიმდინარე რთულად ემორჩილება პრეპარატებს შეიძლება 2, 3 ან მეტი ანტიჰიპერტენსიული პრეპარატის დანიშვნა დაჭერდეს კარდიოლოგს და ესეც უკვე საყურადღებო თემაა. ასევე შეიძლება იყოს კანის სტრუქტურაზე ისეთი დაზიანებები, როგორც სტრიების გარდა, როგორც არის კანის გათხელება, გამონაყარი კანზე. ეს შეიძლება იყოს კანის გაუხეშება, ჰიპერპიგმენტაცია, მუქი ფერის ხდება კანი, უფრო იდაყვების არეში, იღლის არეში, ბოქვენის არეში, მუცლის წინა ზედაპირზე და ასევე ირღვევა რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებაც, რაც ქალებში გამოვლინდება მენსტრუალური ციკლის დარღვევით, უშვილობით, ჰორმონალური დისბალანსით, ბუნებრივია, რომელიც იწვევს თმის ცვენას, ხოლო ისეთი თავის საფარველზე, ხოლო სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, როგორც არის მაგალითად წელის არე, სახის არე, სარძევე ჯირკვლების არე, პირიქით ვითარდება თმიანობა. ხოლო მამაკაცებში შეიძლება განვითარდეს ლიბიდოს დაქვეითება, უშვილობა, იმპოტენცია და ასევე საყურადღებოა ნერვული სისტემაც, ხო? ვინაიდან კორტიზოლი აქა ძალიან დიდ არეალზე მოქმედებს და შესაბამისად ასეთ დროს შეიძლება განვითარდეს გულებაგანწყობილების დაქვეითება, აპათია, შეიძლება დეპრესიაც კი განვითარდეს. ამიტომაც ეს სიმპტომები ვფიქრობ არც თუ ისეთი უმნიშვნელოა, რომ დაუშვათ უგულებელყოს ადამიანმა და როდესაც ჩვენ აი ესეთი სიმპტომების ნაკრები გვხდება, საუბრობთ უკვე რომ ეჭვი მიგვაქვს, რომ ხომ არ არის კორტიზოლის დონის მომატება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კორტიზოლის დონე, როგორც ვთქვი, ასევე ავლენს გავლენას ნახშირწყლოვან ცვლაზე. და შესაბამისად კორტიზოლის დონის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის, ანუ შაქრის დონის მომატება იმ დონეზე, რომ შეიძლება შაქრიანი დიაბეტიც კი განვითარდეს. და ძალიან ხშირად ასეთ დროს მკურნალობენ დიაბეტს და არა მიზეზს. ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მოხდეს აი ამ ორი დაავადების ერთმანეთისგან იდენტიფიცირება. ასევე მინდა კითხვა შეიძლება თუ არა რომ აი სიმპტომურად ერთჯერადად იყოს კორტიზოლი მომატებული, თქვა ანალიზი გაკეთდა, ცოტა მაღალი მაჩვენებელი და ყოველთვის ნიშნავს ეს კუშინგის სინდრომს. არავითარ შემთხვევაში ერთჯერადად მომატებული კორტიზოლი და მას ყოველთვის ჩემთან მოსულ პაციენტსაც ვეუბნებით, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც ვთქვით, რომ კორტიზოლი ეს არის სტრესზე დამოკიდებული ჰორმონი, ხო? და ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესი არის მაგალითად წონაში მომატება. სტრესი არის, რომ ადამიანი გვიან იძინებს. ანუ ადამიანი ყოველთვის აღიქვამს, რომ სტრესი არის მხოლოდ ის საგნები, რაზეც ის ნერვიულობს, ან რამე დაძაბული სამუშაო რეჟიმი აქვს. არა, ჩვენი ორგანიზმისთვის სტრესი არის, რომ დავუშვათ არაბალანსირებულად ვიკვებებით. სტრესი არის ისეთი ფიზიოლოგიური მდგომარეობა, მაგალითად, როგორც არის ორსულობა, ან ფიზიკური დატვირთვა ხომ არიან დავუშვათ ათლეტები, ან ისეთი ადამიანები, რომლებიც სპორტით არიან დაკავებული და ასეთ დროსაც კორტიზოლის დონე იმატებს სისხლში და ეს ნორმალურია, იმიტომ რომ ის ეხმარება ჩვენს ორგანიზმს ამა თუ იმ სტრესის დაძლევაში. მაგრამ ჩვენ როდის საუბრობთ უკვე რომ აზრი აქვს კორტიზოლის განსაზღვრას, თუ გვაქვს მაგალითად წონაში მომატება, ჰიპერტენზია, შაქრის დონის მომატება, აი ისეთი შეხედულება ადამიანს როგორც ვთქვით ვიზუალი უფრო სწორედ რომ არის ცენტრალური გაცხიმოვნება და კიდურები პირიქით უფრო გათხელებულია, არის მთვარისებური სახე. ასევე მინდა აღვნიშნო რაც გამომჩა სიმპტომებიდან, რომ ასეთ დროს კორტიზოლი ძალიან უხეშად მოქმედებს, ჭარბი კორტიზოლი სიზარღვის სტრუქტურაზე, ხდება სიზარღვის კედელი უფრო თხელი და შესაბამისად ნებისმიერი ტრავმატიზაცია, აი თუნდაც უმნიშვნელო, ხო, შესაძლებელია გახდეს სისჩაქცევების მიზეზიც უკვე ჩვენს ორგანიზმში. აი, როდესაც ჩვენ გვაქვს უკვე აი მსგავსი სიმპტომები და ჩვენ ვეძებთ უკვე რომ აქ ხომ არ არის რამე სინდრომი ან დაავადება, რომელიც იწვევს პათოლოგიურად დიდი რაოდენობით კორტიზოლის დონის მომატებას, არა აქვს მნიშვნელობა სტრესი აქვს თუ არა აქვს სტრესი ადამიანს, აი სწორედ აი მაშინ უკვე აქვს განვსაზღვროთ კორტიზოლის დონე სისხლში და დავიწყოთ უკვე ძიება ხომ არ არის აქ საქმე რამე დაავადებასთან ან სინდრომთან. დიახ. აინო თუ გვაქვს ეჭვი, რომ აი სიმპტომი გამოგვივლინდა და რაც ჩამოთვალეთ გვაქვს, აი როგორ უნდა მოვახდინოთ განსაზღვრა, არის სპეციფიკური დროები თუ როგორ ხდება კორტიზოლის შემოწმება. ასევე მინდა შოთა აღვნიშნო, რომ კორტიზოლის დონის მომატებას არა მხოლოდ სინდრომი იწვევს, შეიძლება იყოს სხვადასხვა რიგი დაავადებები. აი მაგალითად ჩვენ თავის თვენში გვაქვს ეს
ესეთი ენდოკრინული ჯირკვალი ჰიპოფიზი, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც აკონტროლებენ ნებისმიერი ჩვენი ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირებას და სწორედ თირკმელზედა ჯირკვლისთვისაც არსებობს ესეთი ჰორმონი, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი, რომელიც გადასცემს თირკმელზედა ჯირკვალს ინფორმაციას, თუ რამდენი კორტიზოლი უნდა გამოიმუშაოს იმ მომენტში. მაგრამ ზოგჯერ ხდება ისე, რომ აი ამ ჰიპოფიზში აღინიშნება ადენომა, ძირთადად ეს არის კეთილთვისებიანი ადენომა და ეს ადენომა იწვევს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ჭარბად გამომუშავებას და შესაბამისად ეს ჭარბი ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი აძლევს ცრუ ინფორმაციას თირკმელზედა ჯირკვალს. ანუ აიძულებს გამოიმუშავოს იმაზე მეტი კორტიზოლი, ვიდრე საჭიროა. და ასეთ დროს ჩვენ გვაქვს უკვე დაავადებაზე საუბარი. შესაძლებელია ასეთი იშვიათი შემთხვევაც იყოს, რომ სადღაც აი მაგალითად ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი გამომუშავდებოდეს აბსოლუტურად სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ადგილზე ჩვენს ორგანიზმში, შეიძლება იყოს ფილტვებში მაგალითად, არის ესეთი ექტოპიური ადენომები და ის ადენომა აიძულებდეს უკვე თირკმელზედა ჯირკვალს გამოიმუშავებდეს დიდი რაოდენობით კორტიზოლს. ასევე შესაძლებელია იატროგენული ფორმაც, აი მაგალითად, ვისაც აქვს რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა მაგალითად, ხო? შესაძლებელი ან ასთმა ბრონქული დასჭირდეს გლუკოკორტიკოიდების მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ან ადამიანმა აღარ მიმართა ექიმს, განაგრძო თვითონ ამ სტეროიდების მიღება და დიდი რაოდენობით მიღებულმა ჰორმონმა გამოიწვია უკვე კორტიზოლის ხელოვნურად დონის მომატება სისხლში. და ასეთ დროს ბუნებრივია გამოკვლევებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველ რიგში ჩვენ ვიწყებთ გამოკვლევას, ეს არის სისხლით გამოკვლევას, ან შეიძლება შარტშიც ვნახოთ 24 საათიან შარტში კორტიზოლის დონე. პირველი გამოკვლევა ჩვენ უნდა ვიპოვოთ, გვაქვს თუ არა პათოლოგიურად მომატებული კორტიზოლის დონე სისხლში. ამით ჩვენ ვადგენთ მაყურებელს არ შევაწყენ თავს სპეციალური დექსამეტაზონის ტესტი არსებობს და რამოდენიმეჯერ ხდება კორტიზოლისა და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის დონის განსაზღვრა და თუ ამ ტესტის მიხედვით ჩვენ დავადგინეთ, რომ არის ნამდვილად პათოლოგიურად მომატებული კორტიზოლის დონე სისხლში, უკვე ვიწყებთ მიზეზის ძიებას. აბა საიდან მოდის ეს? თავის ტვინი უბრძანებს არასწორად თირკმელზედა ჯირკვალს, რომ გამოიმუშაოს კორტიზოლი, თუ იმპულსი სწორად მოდის თავის ტვინიდან, მაგრამ თირკმელზედა ჯირკვალში არის პრობლემა და ის გამოიმუშავებს ჭარბად. ასევე თუ ჩვენ დავადგინეთ, რომ დაუშვათ არის ასეთ შემთხვევაში უკვე გვეხმარება ინსტრუმენტული კვლევები და შესაბამისად თუ დავუშვათ პრობლემა არის თირკმელზედა ჯირკვალში, კეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია, თავის ტვინის პრობლემის კიდევ აი თუ ადენომას ვეჭვებთ, უკვე ხდება თავის ტვინის MRT კვლევა. და შესაბამისად უკვე ამის მიხედვით ვიწყებთ ვლინდებად რასთან გვაქვს საქმე, დაავადებასთან თუ სიმპტომთან და იწყება მკურნალობა. აი ხატიას აკითხვა, დია ხატია გისმენთ? შოთა კიდევ ერთხელ დილამშვიდობის მივესალმები შენს უმშვენიერეს სტუმარს. თქვენ ახლა იმდენი სიმპტომი ჩამოთვალეთ, რომ მართლაც უკვე წარმოუდგენელია გამოგეპაროს ეს დაავადება. თუმცა აი ერთ-ერთი სიმპტომი, რომელიც ახსენეთ, მუცლის ირგვლივ ცხიმის დაგროვება და ძირითადად აი მუცლის მოცულობის მომატება. ამ შემთხვევაში ქალბატონები პირველ რიგში ფიქრობენ გინეკოლოგიურ პრობლემაზე და გინეკოლოგთან მიდიან. აი რამდენად უნდა მოხდეს გინეკოლოგისგან პირდაპირ გადმომისამართება თქვენთან, ანუ ენდოკრინოლოგებთან? ძალიან საინტერესო კითხვა დასვა და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქალბატონს აინტერესებს მსგავსი პრობლემა. ხატია მუცლის არეში ცხიმის დაგროვება ახასიათებს არა მხოლოდ კორტიზოლს, არამედ სხვა ჰორმონებსაც, როგორც არის მაგალითად ინსულინი, ან შესაძლებელია ქალის ჰორმონების დონის შემცირებას თან ახლავს მუცლის არეში ცხიმის დაგროვება. აი როდესაც ქალი უახლოვდება მენოპაუზალურ ასაკს, მენოპაუზალურ ასაკის მოახლოებასთან ერთად მცირდება სისხლში ქალის სასქესო ჰორმონების ესტროგენების დონე. ესტროგენები ეს არის აქტიური მეტაბოლიზმი, აქტიურად ცხიმის წვის პროცესს აქტიურებენ ესტროგენები, ხოლო მათ შემცირებას მოყვება ბუნებრივია ამ პროცესების შენელება და თანაც იმ ჰორმონების გაძლიერება, რომლებიც პირიქით ხელს უწყობენ ცხიმის არეში, მუცლის არეში ცხიმის ჩალაგებას და ესტროგენის ერთ-ერთი კონკურენტი ჰორმონი გახლავთ ინსულინი და შესაბამისად იმ ქალბატონებს, რომლებსაც არ აწუხებთ ჭარბი წონა, სიმსუქ
ვქნე, ხო? მენოპაუზის მოახლოებასთან ერთად, ვინაიდან უმცირდებათ ესტროგენების დონე სისხლში, ავტომატურად ძლიერდება ისეთი ჰორმონების გავლენა, მაგალითად, როგორც არის ინსულინი და აღინიშნება მუცლის არეში ცხიმის ჩალაგება და მცირედად აი ფორმების თითქოს უხეშად ვთქვათ, აი პაციენტების ენით გავიმეორებ, ფორმების დამრგვალება, თითქოს აი ფორმა შეეცვალა. და ეს არის ფიზიოლოგიური პროცესი და ამ დროს, ესე ვთქვათ, დანაშავე კორტიზოლი არ უნდა ვეძებოთ. ეს უნდა იყოს გააქტიურებული ამ დროს ფიზიკური აქტივობა, უნდა იყოს მოწესრიგებული ძილი, მაქსიმალურად უნდა ამოვიღოთ საკვები რაციონიდან ტკბილი, ფუნთუშეულები, ანუ სადაც რაფინირებული შაქარია, ანუ ის საკვები, რაც ძალიან უყვარს ინსულინს. და ეს აი ესეთი თუნდაც ერთი შეხედვით მცირე და უმნიშვნელო ნაბიჯები ძალიან დიდ შედეგებს აძლევს ქალბატონებს. და აი კუშინგის სინდრომს რომ დაუბრუნდეთ, ყოველთვის ვთქვათ ქირურგიული ჩარევა აუცილებელია კუშინგის სინდრომის დროს თუ ვთქვათ მედიკამენტოზ ვთქვათ შეიძლება. ძირითადად არის ქირურგიული მკურნალობა, რომ ეს ადენომა თუ დაუშვათ არის ავთვისებიანი, აქ შეიძლება იყოს უკვე ქიმიოთერაპია, ცხიური თერაპიაც გამოყენებული, მაგრამ ძირითადი მეთოდი მკურნალობისა, როგორც დაავადების ასევე სინდრომის, არის ოპერაციული ჩარევა, მაგრამ არის ბუნებრივია რიგი მდგომარეობები, რომ შეიძლება იყოს ვერ ხერხდებოდეს პაციენტის ოპერაცია და უშუალოდ იყოს რიგი თანხლები დაავადებები, ხო? ასე შემთხვევაში შეიძლება იყოს უკვე შემოთავაზებული მედიკამენტოზური თერაპია და ასევე მინდა გითხრათ, რომ კუშინგის მიუხედავად იმისა, რომ კუშინგის სინდრომს ახასიათებს ესეთი მრავალფეროვანი და ძალიან მკვეთრად გამოხატული სიმპტომატიკა, ხშირ შემთხვევაში დაგვიანებით მიმართავენ ხოლმე პაციენტები ექიმს, იმიტომ რომ ამას მიაწერენ ხან გადაღლას, ხან ესე ვთქვათ არასწორკვებას, ხან მიაწერენ რომ დიაბეტი აქვს და დიაბეტიდან მოდის უკვე ეს არტერიული წნევის მომატება და გადის პერიოდი და უკვე ეს მაღალი კორტიზოლი ასწრებს უკვე სიზარღვების დაზიანებას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ცვლის სტრუქტურის დაზიანებას და უკვე ვითარდება მეორადი გართულებები უკვე. ეს მეორადი გართულებები შეიძლება შეეხოს გულს. მე ვახსენე რომ კორტიზოლი მოქმედებს კუნთის სტრუქტურაზე და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ გული ეს არის კუნთოვანი ქსოვილი და თუ ხანგრძლივად არის კორტიციზმი ორგანიზმში, ანუ კორტიზოლის დონე მომატებული, ეს ბუნებრივია გულის კუნთზეც აისახება, ძალიან ნეგატიურად შეიძლება გამოიწვიოს დაუშვათ გულის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა, რაც სიცოცხლისათვის აშიშია და უკვე პაციენტები მომართავენ აი ამ სტადიით, როდესაც არის უკვე შეიძლება გულის დაზიანება, სიზარღვების დაზიანება, შაქრიანი დიაბეტით, ცვლის სტრუქტურის დაზიანება, ოსტეოპოროზით შეიძლება განვითარდეს ცვლის მოტეხილობაც და შესაბამისად ამ დროს იწყება უკვე ამ დაავადებების კიდევ მკურნალობა. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადრეულად იყოს მიმართული ექიმთან პაციენტი. დიდი მადლობა მინდა ნინო გითხრა ესეთი ამომწურავი და გასაგები ინფორმაციისთვის. ნამდვილად რთული სინდრომია, მაგრამ ნინომ ნამდვილად გასაგებ ენაზე და მარტივ ენაზე მოგვაწოდა ინფორმაცია. მე მინდა მადლობა მოუხადო ნინოს დღევანდელი დღისთვის და იმედია რომ კიდე გვეწევა და სხვა თემებზეც უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. დღეს უკვე ამ თემასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ვეცადეთ რომ მოგვეწოდება ინფორმაცია, ვინც ვერ გვიყურა დროიდან გამომდინარე შეგვიძლია Facebook გვერდზე გვადევნოს თვალი. მე ერთი კვირი დაგემშვიდობებით,